მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს ვიყურებთ ტელეკომპანია ალტრენიუსის ეთერით. ქართული ოცნება ორჯერ მიღებული რუსული კანონის და მესამედ მიღებული ფარას შემდეგ არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ კიდევ ერთ კანონს იღებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გრანტების აღებას კრძალავს. შეეძლოთ პრინციპში ამით დაეწყოთ და არ იქნებოდა საჭირო ალბათ ის სამი კანონი. გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლება მოსილი პირის თანხმობა დაჭირდება, ანუ გრანტს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლება მოსილი პირი მოგცემს თანხმობას. ნუ გასაგებია ხა ვის მისცემს თანხმობას და ვის არ მისცემს. კიდევ ერთი ცვლილება დაინცირეს მათ, რომლის მიხედვითაც ხა წაგიკითხავთ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებით პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობას ვეღარ შეძლებენ. ანუ ფაქტობრივად ტრენინგებიც იგრძალება პარტიებისთვის და პარტიების მხარდაჭერით გამართული. მოკლედ, აი ყოველ დღე ახალ შეზღუდვებს ვიღებთ ქართული ოცნების მხრიდან, პარალელურად კი ვხედავთ რაღაც გადაადგილებებს, საკადრო გადაადგილებებს ქართულ ოცნებაში. შეიძლება თუ არა ეს გადაადგილებები რამე მნიშვნელობას უკავშირდებოდეს და აი ეს ახალი შეზღუდვები რას უმიზნებს საბოლოოდ და საით მიყავს ამას ქვეყანა. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი მელაშვილი, ევროპული ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და დავით გუნდაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი ჯგუფი ფარი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ აი ამ გრანტების და ტრენინგების აკრძალვის თემით. მე ხა მართლა ვფიქრობ ამის შესახებ, თუ ესე მარტივად შეეძლოთ გრანტების აკრძალვა, რა საჭირო იყო ეს რუსული კანონი და ამდენი უბედურება, პირდაპირ ამ გრანტებით დაეწყოთ, არ ვიცი. და მოკლედ რას ფიქრობთ, დავით, ჩვენგან დავიწყოთ. ამათ ეს რაღაცა თავისებური დღის წესრიგი ხო სხვადასხვა ეტაპზე და გააჩნია კიდე რა ინსტრუქტაჟი მოდის, იმპულსებს იღებენ თავიანთი, ასე ვთქვათ, თავარი დამკვეთებისგან, კრემლისგან და იქ მათი მეკავშირეები როგორ და რა პრიზმაში დაინახავენ და აღიქვავენ და ასევე გარკვეულწილად რეაგირებენ საზოგადოების მოქმედებებზე და ასე შემდეგ. ხო, რაღაც ურთიერთგამომდინარე, ურთიერთდამოკიდებული პროცესი არის მეტნაკლებად. ეხლა უბრალოდ ესენი გვინაიდან არიან უკვე სტერილური რეჟიმის კონდიციაში, გარედანაც და შიგნიდანაც. ეხლა ცდილობენ, რა თქმა უნდა, ერთხელ მithwas რეჟიმის კონსოლიდირებას, ოღონდ აი ეს ანუ ამ რეჟიმის კონსოლიდირების პროცესში მათ აქვთ რისკის ზონები და ამ რისკის ზონების შემცირებას ცდილობენ. რასაკვირველია, რისკის ზონაა ის, რომ თუნდაც საგანმანათლებლო ან რაღაცა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების თვალსაზრისით ადამიანებს მაგალითად რაღაც პროექტებს თუ ახორციელებენ და არიან, ასე ვთქვათ, დონორები, რომლებიც ასეთ ტიპის ღონისძიებებს აფინანსებენ, ეს მათთვის რისკის ზონა არის, რომ ჯერ ვიღაცა არ დარჩეს რაღაცა დამატებითი ხელფასი არ გაუჩნდეს საიდანვე და სასულთმულო არ გაუჩნდეს და ასე შემდეგ. ხო, სამოძრაო ფული არ გაუჩნდეს რაღაცა. და ასევე რასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ახლა ცნობიერების ამაღლება, ხო? ან უნდა მოხდეს კარგი მმართველობის თემაზე, ან რაღაცა პოლიტიკის გაჯანსაღების, ან რაღაცა ასე ვთქვათ, სხვადასხვა სფეროებში ეკონომიკა იქნება თუ სხვა სფეროები იქნება, ჯანდაცვა თუ ასე შემდეგ, რაღაც ცნობიერების ამაღლება, რა როგორ უნდა მუშაობდეს და როგორ უნდა მუშაობდეს ზოგადად ქვეყანა, როგორ უნდა იყოს კარგი მმართველობა ქვეყანაში განხორციელებული სხვადასხვა პარამეტრით და ასე შემდეგ. ეს ამათ რა თქმა უნდა არ ჭირდებათ კი არა და ამათვის პრობლემაა ეს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდობა განსაკუთრებით ეგეთ თემებზე, მკაფიო და არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაფუძნებით და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მით უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ვინ არიან და რას წარმოადგენენ ესენი. და შესაბამისად ის ადამიანები საკუთარ დასკვნებს კიდევ უფრო გაიმყარებენ შინაგანად და მათი რეზისტენტობა და წინააღმდეგობა და ასე ვთქვათ, მათი ასე ვთქვათ საპროტესტო დამოკიდებულება, ვთქვათ, ამ რეჟიმისადმი და ბიძინა ივანიშვილისადმი და ყველაფრისადმი, რასაც ესენი წარმოადგენენ, კიდევ უფრო გამძაფრდება. შესაბამისად, ამათვის პრობლემები დამძიმდება, ასე ვთქვათ, ხო? პროპაგანდა ესე ადვილად ვეღარ მუშაობს მაგ დროს, როდესაც ადამიანები ობიექტურ ინფორმაციას იღებენ, ობიექტური წყაროებისგან და რაღაც თვითონ გრანტების ასე და არასამთავრობო სექტორი, ანუ არასამთავრობო სექტორი ამდენი წელი არსებობს და მე ვერ ვიტყვი, რომ ეხლა რისის მართლეშინია ძირითადად რაღაც რევოლუციას მოგვიწყობენ და ასე შემდეგ, რომ არასამთავრობო სექტორი სადმე რევოლუციას აწყობდეს, ხო? ეხლა ეს გრანტების კანონი ალბათ უკავშირდება ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რომელსაც კონკურსი გამოაცხადა საქართველოში რაღაც ადგილობრივი არჩევნებისთვის და ამასთან დაკავშირებით 3 დღეა შალვა პაპუაშვილი ყოველდღე განცხადებას აკეთებს, რომ აი როგორ გაბედა ბრიტანეთმა
და გამოაცხადა საქართველოსთვის გრანტები და ამას მოაყოლეს ეს კანონი. ნუ არ ვიცი, ჩემ გამოსახედიდან ამაზე იყო რეაგირება, მაგრამ ნუ ესე გამოდის, რომ ისევში ვეღარ აიღებს გრანტებს და ის რუსული კანონიც აღარ იქნება საჭირო და არც ფარა ალბათ, რავი, რას ფიქრობ გიორგი? მერაბ, ეს ყველაფერი ჩდება ქართული ოცნების ლოგიკაში. ანუ ოცნების მთავარი მიზანი არის ტოტალური კონტროლის დამყარება ყველა სფეროზე. საძინებლიდან დაწყებული, დამთავრებული თუ გინდა სამხალხო საზოგადოების საძინებელზე არ გადასულოთ. როგორ არა, რაღაც აქამდე იყო რაღაცეები. საბოლოო ჯამში ეს ტოტალური კონტროლი არის ჩვეულებრივი დესპოტიური რეჟიმისთვის დამახასიათებელი ინდიკაცია. თავით რა იყო მათი მთავარი მიზანი რუსული კანონის დროს? სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების დემონირება, მისი ჩვენება, რომ თითქოს და რაღაცა რევოლუციას აწყობენ და სხვა სრული ბოდვები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეზღუდა არჩევნებზე დაპირვება, ანუ ის კარუსელები, პირადობების მახინაციები და ასე შემდეგ, რაც გამოიჭირეს ქართული ოცნება წინა არჩევნებზე. ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ ვითომ და ეხლა შეზღუდავენ უბრალოდ პირიქით შეზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამკვირვებლებს, პარტიების დამკვირვებლებს და ეხლა უკვე ვეღარავინ ვერ დაინახავს, როგორ ხდება არჩევნების გაყალბება. ბრიტანეთის გრანტს რაც შეეხება, არ ვიცი თუ ვინმე წაიკითხა ეს გრანტი, არაფერი მან დაარწერია არჩევნების რამენაირად ზეგავლენაზე. პირიქით წერია არჩევნების დაკვირვებაზე, წერია იმაზე, რომ ეგო მიზეზი ის არისო, ფორმალურად ეგ წერია, მაგრამ სინამდვილეში რევოლუციის მოსაწყობად მისცემენ. დაახლოებით ეს აზრი გამოდის ხა პაპუაშვილის განცხადებაში. ყველაზე კომიკური არის, რომ შალვა პაპუაშვილი, რომელიც წლებია იყო გერმანიის გრანტების გამცემი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რომელმაც ძალიან კარგად იცის გრანტების გაცემა, მათი რეპორტინგი როგორ ხდება, ეხლა იგონებს აი ამ სრულიად გაუგებარ, სრულიად არაფერზე დაფუძნებულ ჩვეულებრივ ტყუილებს და ამ ტყუილებით ცდილობს დააჯეროს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ თითქოს და ქართული ოცნება რაღაცა ეროვნულ საქმეს აკეთებს და არჩევნებს იცავს. ამ ტყუილი არის ეს ჩვეულებრივი სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ იმ მედია დისბალანსის და ტოტალური პროპაგანდის ფარგლებში, რაც არსებობს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დაიჯერებს, ვისაც არ ქონია შეხება ამ პროცესთან და პროცედურებთან. თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ უნდა კარგად გავიაზროთ, რომ ის რის შესახებადაც აფრთხილებდა ქართულ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, თუნდაც ოპოზიციური პარტიები, ის რომ ქართული ოცნება ეცდება საქართველოში ტოტალიტარიზმის დამყარებას, ის რომ ისინი ეცდებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გადააქციონ რაღაც ცენტრალური აზიის დესპოტიად, სადაც მმართველობა მემკვიდრეობით გადადის და მოსახლეობა ან იზოლებული არის, რომ გაიქცეს ქვეყნიდან, ან ადამიანის ინდივიდის ფასი იმდენად უმნიშვნელო არის, რომ საერთოდ ამაზე არც კი საუბრობენ. აი ეს ხდება დღეს, ეს არის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობა, კიდევ უფრო უარეს კანონებს დავინახავთ ძალიან მოკლე დროში და ამავდროულად გააქტიურდება პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ეცდება, რომ აი გაადამიანუროს თითქოს და რეჟიმის წარმომადგენლები. თუმცა ეგეც მაინც და მაინც არ გამოუვოთ დიდად კარგად. შაბათ ყობახიძის ინტერვიუს გულისხმობ, ხო, გუშინ და იმედზე გასულ ინტერვიუს. ხო, ნუ ამაზეც შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, იქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებების გაკეთა, მაგრამ მანამდე მინდა კითხოთ, რას აპირებთ თქვენ ორივე არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ? ხო, ნუ განსაკუთრებით ახლა გიორგი მუშაობდა ევროპულ ქართულ ინსტიტუტი ქვია შენ არასამთავრობო ორგანიზაციას და ნუ გრანტებს და პროექტებზე მუშაობდი, ხო? ანუ აი რა ხდება შემდეგ, როგორ აპირებ პირადად მაგალითად შენ რო გააგრძელო ამ ფარას შემდეგ, ამ გრანტების აკრძალვის შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს, რომ დაიხუროს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ ეტაპზე ჩვენ სიმართლე გითხრა არ ვიცით, როგორ მოვიქცევით. ბუნებრივი არის იმ რეპრესიულ და გაუგებრობებსთან არანაირი დამორჩილება და მათი განხილვა სერიოზულად არ მოხდება. თუმცა ის რომ ქართული ოცნება ასე აქტიურად ცდილობს რომ ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია იბრძვიან საქართველოს დასავლური არჩევანისთვის. წლებია იცავენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ფლებებს. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რეჟიმს არ აინტერესებს ადამიანი, რეჟიმს არ აინტერესებს ჩვენი მოსახლეობა, რეჟიმს არ უნდა ევროინტეგრაცია, პირიქით მაქსიმალურად უნდა რომ ჩაეხსნას ყველაფერს, რაც გვაკავშირებს დასავლეთთან, დასავლურ ინსტიტუციებთან, დასავლურ წესრიგთან და გადაიქცეს აი ესეთ რაღაცა ჩრდილოეთ კორეის მთლად ჯერ ვერ იზამენ,
მაგრამ ცენტრალური აზიის მაგვარ ტოტალიტარულ რეჟიმად, სადაც წინააღმდეგობას არავინ არ უწევს და შესაბამისად არანაირი პოლიტიკური პროცესი საქართველოში არ არსებობს. ეს არის ამ რეჟიმის ამოცანა. სამოქალაქო საზოგადოება დაუპირისპირდა ამ მიდგომას რუსული კანონის დროს, გარუსებული ფარას დროს, სხვა შემთხვევების პერიოდში იგივე გაგრძელდება ახლა. თუმცა გონია თქვენ რას ფიქრობთ? ანუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ვერ განვითარდეს, მაგრამ აქეთ რუსული კანონი და ფარა მიღებული, რომელიც ფაქტობრივად უკვე სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუ არ დაირეგისტრირდები აგენტად, და ნუ პლუს აკრძალული გრანტები. რო წარმოვიდგინოთ მაგალითად, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი აღარ მუშაობს, მედიის კანონი ცალკე მიიღეს, აი რაღაც ოპოზიციურ მედიებს, რომელსაც ეძახიან და კრიტიკულ მედიებს ისინიც გაქრა და მე რა ხდება ქვეყანაში შეუქმება. ედვარდ შევარდნაძე გახსოვს, ედვარდ შევარდნაძის გამოსვლა დიქტატურა მოდის. ეს რო გადადგა. ეხლა უცნაურ რაღაცას ვიტყვი რა. ეს ყველაფერი ოცნებისთვის რა ხდება? ხო, აი მაგას ზუსტად. ნახეთ, ეს ყველაფერი კი ძალიან მკვნეულია ხა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამხელა ძალისხმევა აქვს ჩადებული, რომ რაღაც პროექტები მოიქოქათ, რაღაცა ორგანიზაციები არ არის ადვილი ეს ამბავი, რა ორგანიზაცია შექმნა, ამუშაო და კვალიფიციურად პროექტები ახორციელოს და სარგებელი და ღირებულება მოიტანოს საზოგადოებაში. ძალიან საკმაოდ რთული ამბავია, ეს პროექტების მართვა საკმაოდ რთული ამბავია და როდესაც დასავლურ დონორებთან გაქვს საქმე, იქ არის ანგარიშგავალდებულების მაღალი ხარისხი, ეს გამჭვირვალობა, ანუ ეს ყველაფერი არის საკმაოდ ისეთი სკრუპულოზული საქმე არის და არ არის ძალიან დიდი ძალისხმევა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩადებული, აგერ გიორგის ჩათვლით, რა თქმა უნდა, ამ საქმეში. და ძალიან მკვნეულია. მაგრამ ერთის მხრივ ეხლა ჩვენ მაგალითად რა შეიძლება მალე ბარემ გააკეთონ, რაც გასაკეთებელი აქვს რა. ანუ ჩქარა რაც უარესი მით უკეთესი, ასე უდგები? ხო, კი, რა თქმა უნდა, არა, რაც უარესი არა. რაც უნდა, რასაც აპირებენ, მალე გააკეთონ. აი მე მომწონს ის ტემპი, რაც რეჟიმს ხა ოცნებას უჭირავს რა. იმიტომ რომ ეხა ესენი კლასიკურად ვერ მიყვებიან დამკვიდრა ეჩქარება, ძალიან ეჩქარება და ეს უცებ რო შემოვაქვთ ეს თემები, ანუ კანონს რო ცვლი, ამ კანონი საკანონმდებლო გარემოში უნდა დამკვიდრდეს. ეგრე არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად უნდა შემოვიდეს ადამიანებს, ცხოვრების წესი უნდა წესში უნდა შემოვიდეს. ეს თითის დატკაცუნებით ეხა კობახიძეს რაღაცა მოეპრიანა ბიძინა ივანიშვილი მოსვებ გადაურეკა კანონის შეცვალეთ თუ რაც ეხა უტრირებ რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც დაახლოებით ესეთ პრიმიტიულ ეხა როგორც პაპუაშვილმა რაღაც კომენტარები რო გამოაგდო, ხო ესე პრიმიტივიზმში არიან. ტოტალიტარიზმს ანუ აი ასე ვთქვათ ავტორიტარიზმს ახასიათებს პრიმიტივიზმი რაღაცნაირი. თან ამათ ინტელექტიც არ ყოფნით IQ ასე ვთქვათ რომ ეს რაღაცა და დროც არ ყოფნით რომ შეფუთონ, იმიტომ რომ იციან რომ საზოგადოება აუცილებლად წამოეწევა ამ ამბავს და აუცილებლად სადღაც შუაში აბერკოს წამოგვიყვება და ესენი დაებერტყებიან როგორც დაგიბარებია ისე რა და აი ეს ეშინიათ და ძალიან მაგრად ასე ვთქვათ ცდილობენ რომ ხარაჩქარა ეს ყველაფერი გააკეთონ. ასე რომ მე მინდა რომ არ შენელდნენ და რაც გამოსაშვები აქვს რაც აქვთ აი ინსტრუმენტალიაში გამოუშვონ ყველაფერი გაამკაცრონ რაც შეუძლიათ კანონებიც აკრძალონ ყველაფერი რავი, აი ქუჩაში გამოსვლა რაც უარესი მით უკეთესი. ასე უდგები. და ეს საზოგადოება მით უფრო მალე დაკონსოლიდირდება, რაც უფრო მაგრად მოუჭერენ ამ საზოგადოებას, მით უფრო მალე დავკონსოლიდირდებით, დავცენტრირდებით, ფოკუსს გავასწორებ და აი ამ გასწორებული ფოკუსით ამ რეჟიმს ავწევთ ჰაერში. და ვეღარ დაეცემიან მარტი მამრობა დაიშლებიან და ჩვენასაბი წამოვლენ. იმიტომ რომ მე ჯერა ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ყარად გრძნობენ თავს. არ ვიცი ხა ეს ხა ისინი როგორც ცდილობენ რომ თავი წარმოაჩინონ, ხა ყველა რეჟიმი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ისინი არიან უძლეველები რა. აი მაგალითად და ამას ტრეინინგის ეშინია ტრეინინგის სანქციები დაუწესა ხო? ბრიტანეთმა მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არსებობს ეს სანქციები და აჭარის ერთ-ერთი სანქცირებული პირი ბატონი თამაზაშვილი დანიშნეს საერთოდ აჭარის რეგიონის ხელმძღვანელად. და თუ დღეს კობახიძე ჟურნალისტებს ეუბნება კითხვის აპასუხოთ რომ ძალიან კარგად აიღებს ხელფას ბატონი თამაზაშვილი. აი გაჩვენებთ თქვენი სანქციები არ მუშაობს. აქამდეც იღებდა ოფიციალურად და კიდევაც აიღებთ. ანუ ვერაფერსაც ვერ მიზანებთ. მოსამართლეები რო დაასანქცირეს, მივიდა იქაც ახლა შეხვდა მურსტეზე და ჩვეულებრივად გრძელდება. არაფერი არ იცვლება ამ მასშტაბით. რა მოხდა მე? ანუ ყველა რეჟიმი ჩამოშლამდე
შეიძლება მეორე დღეს რა ვიცი ჩაუშესკო რო გამოვიდა იქ აივანზე გამოვიდა და დაიძახა რომ აი ხალხო და მას ის იყო აბსოლუტურად ძალიან გაკვირვებული იდგა იმ აივანზე ვისაც აქეთ კადრებიდან არის გაოცებული იდგა რა ხდებოდა მის თვალწინ და სულ რამოდენიმე რაღაცა ძალიან მოკლე პერიოდში უცებ იდგა ეგ და თავისუფლად მიახურიტეს იქ სადაც საჭირო იყო რა ხა მე პირდაპირ პარალელი არ მინდა გავაკეთო ნამდვილად იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას არ უსურვებ ეგეთ რამეს რა, მაგრამ ეხლა საბოლოო ჯამში არავინ ამ ქვეყანაში ავტორიტარ რაღაცა ავტორიტარულ დიქტატურას არავინ არ დაუშვებს. კიდე ამას ემატება ის რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეიძლება შეაჩერონ ჩვენი მუშაო მოწევრობა და ბატონ ყობახიძე ამბობს რომ ჩვენ თვითონ შევაჩერეთო ეხლა და რაღაც გვიჩერებენ ვერ გავიგე. ანუ აი არაფერზე ის არა აქვს ასეთი თქვა. ეს არ არის მათი სიძლიერის გამოხატულება, ხო? ეს ეხლა ესენი რა რიტორიკასაც და როგორ წარმოაჩენენ თავს, ეს მაგას არ ნიშნავს. ნამდვილად რომ ასეთივე ძლიერები არის. ეს ამაში უნდა ვიცოდეთ. აი რა არის რეალური ფაქტობრივი გამოხატულება მათი სიძლიერის? აი ეს არის საინტერესო და აი თუ გინდათ მაგაზე ვიმსჯელოთ. კი ბატონო, ვაპარაკოთ. გიორგი, შენ როგორ ფიქრობ? მე მეგონი პირიქით, რაც ანუ მათი პოზიცია დღეს ყარი არ არის? რაც ჩამოთვალეთ, აი ეს მოსამართლეების გამხნევება, რატო დაჭირდა? თუ ეს არაფერს არ ნიშნავდა, ეს სანქციები და არანაირი ზეგავლენა არ ქონდა ვითომ და მაშინ რატომ გახდა საჭირო პრემიერის იქ მისვლა და მათი დაწყნარება. ანუ პირიქით არის მე მგონი, რეჟიმი ძალიან აქტიურად ცდილობს რომ შექმნას უძლებელობის მითი, შექმნას წარმოდგენა რომ თითქოს და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თან ამავდროულად რეჟიმი ყველანაირად ცდილობს დასავლური ლეგიტიმაციის მიღებას ყველაფრის ფასად. უზბეკეთში ბატონ პაპუაშვილის ჩასვლა და ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, არის ამ ისტერიული მცდელობების ნაწილი. ოღონდაც ვინმესთან შეხვდნენ, ოღონდაც ვინმესთან ფოტო გადაიღონ და შექმნან აი ამ ნორმალურობის ილუზია, რაც რა თქმა უნდა არ არის. ასევე ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რას ამბობდნენ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, რომ აი 21 იანვარი ახლოვდება 21 იანვარს ქართული ოცნება და ტრამპის ადმინისტრაცია რაღაცნაირად დაალაგებენ ერთმანეთში. არაფერი მაგდაგვარი არ ხო, მაგრამ ამაზე თქვა ყობახიძემ რომ ჩვენ ორივე სცენარისტვის მზად ვართ და დავალაგებთ, ვერ დავალაგებთ, მაგისთვის მზად ვართ. ანუ მზად არიან რომ ამერიკასაც დაუპირისპირდნენ. პრობლემა არ აქვს ამბობენ. ეხლა ამერიკა იმის იციან რომ ეხლა ჯარით არ შემოვა აქ, ხო? და სანქციებს და რაღაცეების ნუ პრობლემა არ აქვს. დანარჩენ რა შეიძლება ამერიკამ გააკეთოს ეხლა? ხო, ეს მათ უნდათ რომ ეგრე გჯეროდეს, ჯერთი არანაირ ამერიკასთან დაპირისპირებას ჩვენ ვერ ვხედავთ პირიქით. ეკონომიკის მინისტრი ამერიკის ელჩი შეხვდა, ბოჭორიშვილი შეხვდა ამერიკის ელჩი და ყველანაირად ცდილობენ დღემდე რომ იქნებ რამენაირად მოახერხონ კომუნიკაციის დამყარება. ხო, მაგრამ თუ ვერ მოხდებაო ამაზე ერთ საუბარი, მაგისთვის ამ მზად ვართ. დარწმუნებული ხარ რომ არიან მზად, მე რა ნუ არ ვიცი ხა მე როგორ ვიყო მათვაგებად არ ვწევ, მაგრამ ნუ თვითონ ასე ამბობენ. ხო და მაგის არის საქმე რომ თვითონ რაც ამბობენ და თვითონ რაც უნდათ რომ დააჯერონ მოსახლეობას ხშირად არ არის სიმართლე. ძალიან ბევრ რაღაცაში, აი ამ საგარეო პოლიტიკურ გათვლებში ცოტა ვერ ყვევი და ამიტომ საუბრობ თავისუფლად, ყველა მათი საგარეო პოლიტიკური გათვლა, ყოველ შემთხვევაში რასაც ასაღებდნენ საგარეო პოლიტიკურ გათვლად, ვერაფერში ვერ გაამართლა და ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ხედავდით ულტრამემარჯვენეებთან დაკავშირებით, ლეპენთან დაკავშირებით, არ ვიცი, ტრამპთან დაკავშირებით, არაფერმა არ გაამართლა. კი ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად შეიძლება გქონდეს რაიმე სერიოზული გავლენა იგივე სანქციებს ამ ხელისუფლებაზე? საერთოდ მე მიმაჩნია, რომ გარე ფაქტორების სანქციები და ასე შემდეგ არის დამხმარე ელემენტები ძირითადად რა. დამხმარეა. აქედან გამომდინარე თავისთავად ეს მექანიზმები თუ ელემენტები გარდამტეხ როლს ვერ ითამაშებს. გარდამტეხ როლს ითამაშებს ჩვენი საზოგადოება. აქ შიგნით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეგ სანქციების და ის არაღიარებაც იმის შედეგი იყო, რომ აქ იყო ეს კონსოლიდაციის პროცესის პირველი ეტაპი. ეხლა მეორე ეტაპზე გადავდივართ, ეს ერთობის ფორმირება მიმდინარეობს საზოგადოებაში იმ სეგმენტებისგან, რომელიც გამოიკვეთა იმ პირველ ეტაპზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპრეცედენტო პროცესი არის. ის პირველი ეტაპი დეკემბერ-ნოემბერში რა თქონდა, ნოემბერ-დეკემბერში რა თქონდა, ისიც უპრეცედენტო იყო. ეგეთი თვითორგანიზება და ეგეთი ხარისხის დეცენტრალიზებული კონსოლიდაცია ჩვენს ახალ ისტორიაში ჩვენ არ გვინახავს არასდროს. და შესაბამისად ესეც და ესეც ახლა არის მაგის გაგრძელება. ეხლა ეს რომ რაღაცა გადასუნთქვის ეტაპი გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე ბრაზი კიდევ უფრო გამძაფრდა.
საპროტესტო საზოგადოება და ოპოზიციური საზოგადოება კიდევ უფრო გაიზარდა, კიდევ უფრო დაამკვიდრდა თავიანთი ინსტინქტებში და ქუჩაში ესე აღარ ჩანს. ეს არ აქვს მაგას მნიშვნელობა, იმიტომ რომ გამოხატულების ფორმებიც იცვლება, ხო? ეს ახალი ეტაპი მაგას ნიშნავს. იმ გამოხატულების ფორმამ, ასე ვთქვათ, ხო? იმ სულისკვეთებამ იმ ეტაპზე ამოწურა თავისი თავი, შედეგები მივიღეთ, ეხლა უკვე ახალი ტიპის კონსოლიდაცია მიმდინარეობს. და ეს აუცილებლად მალე გამოჩნდება. აი ეს არის მთავარი. დანარჩენი ყველაფერი არის დამხმარე. ამიტომ მე დიდათ არ ვაკეთებ აქცენტს გარე ფაქტორებზე. აქ ამათთვის მთავარი რისკი არის ქართული საზოგადოება. ამათ აქვთ არა აქვთ უბრალოდ ამათ აქვთ იმედი რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ კონსოლიდირებას. ჩვენ თუ კონსოლიდირება სიმძიმის ცენტრი თუ შევქმნით საზოგადოებრივი სიმძიმის ცენტრი. ამას აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური ველზე ფეხი აუწყოს. აქამდე რატო ვერ შექმნით? თავისი ტემპი აქვს ამას. ახლა აქამდე რას ნიშნავს? ახლა არჩევნები ქონდა ოქტომბერში რა. ბევრი დრო კი არ არის გასული. ბევრი რამე მოხდა, ბევრი დრო კი არ არის გასული. ესენი კიდე ისეთი რეჟიმის დამკვიდრებას ცდილობენ, აქ ისეთი აქტივობებით 10 წელი რო ჭირდება, დეკადა რო ჭირდება მაგის დამკვიდრებას და თვეებში ცდილობენ. იმიტომაც ცდილობენ, იმიტომაც არიან ესე ეიფორიაში. ეხლა ეს გადამოლაგებაც რომ მიდის, რა ხდება, ხო? აქ გადაზღობებებს აკეთებენ. მე ესენი მარტო არ არიან, გარედან ის კიდე თალკე გავლენებს ახდენს, ხო? ანუ რუსი გავლენას ახდენს. რუსი არასდროს არ აკეთებს ფსონს მარტო ერთ ცხენზე. ამიტომ აქ შიგნით ეს ანკლავები აქვს. ეს ანკლავები ერთმანეთში იბრძვიან და ამათ ეს რაღაცა გავლენების თემები აქვს და ის ვიღაცა ამას ცდილობს, იმიტომ რომ ეს ძალაუფლება ბრუტალური რამეა. ავტორიტარული ძალაუფლებაში არსებობა საკმაოდ სასიცოცხლო და სასიკვდილოდ საშიში არის, ვინც ამ ვერტიკალის ფარგლებში ყვება, ხო? და ამიტომ მათ პოზიციები უნდა გაიმყარონ და მთელი რიგი ამბები მიდის. იმიტომ რომ ეს ცუდ ხაზია, ესე დაღრემილები რო დადიან რაღაცნაირად დამძიმებულები, იმიტომ რომ ძიმეა ეს ამბავი. ჩქარა უწევთ. ხო ეს ბიძინა არავის არ რენდობა. აქედან გამომდინარე ეს უნდობლობის და ეჭვის ეს სინდრომი მათში არის ხშირად აღმოჩნდა რომ ამ საკადრო გადაწყვეტილებებზე რადგან საუბრობთ რომ პირიქით მისი ხალხი ვინც იყო ისინი ჩააჩოჩა და ყობახიძის ხალხი დააწინა. თქვენ წარმოიდგინეთ ეს შინაგანად ეხა შიგნით იქ რამხელა ტურბულენტობას ვიწევს, ხო? ანუ ეს ხდება ერთი ნარატივი იქნება, ამას აკეთებს ბიძინა, მაგრამ ჯერათ ხო ერთმა იცის ბიძინა რას აკეთებს, იმიტომ რომ არავის არ რენდობა. საერთოდ არავის არ რენდობა, ხო? სულ ეჭვით მუშაობს. ყობახიძეს რენდობა აშკარა თუ ეხა ასე მოყვებით, ეხა გამოჩნდა რომ რენდობა ყობახიძე. არავის მანდ არ რენდობა, ყველა არის გადაზღობებაზე. სუსი ჩააბარა მეტი რა ხნას. ხო ეხლა ვინ ჩააბარა, რატო ჩააბარა, როგორ ჩააბარა და ჩააბარა თუ არა და რა კონკრეტულ ასპექტში ჩააბარა? ცოტა სხვანაირი ანალიზის თემა არის, მაგრამ ეს ინსტინქტი რეალურად ავტორიტარული რეჟიმის რა, თავის საკუთარ თავში ჩაკეტილი ინფორმაცია არ გაჟონოს, ვიღაცამ იქ რაღაცა ფეხი არ დაგიდოს, ვიღაცამ იქ რაღაცა ძალაუფლება არ გამოგლიჯოს, ვიღაცამ არ მოგწამლოს. აი ეს თემები სულ მოძრაობს, იმიტომ რომ იქ აღარ არის კანონი, იქ აღარ არის საზოგადოებრივი კონტროლი, იქ აღარ არის გამჭვირვალობა, არანაირი, ასე ვთქვათ, დამაბალანსებელი ფაქტორი აღარ არის ძალისმიერი ნულოვანი ჯამის პრინციპისა, ხო? აქედან გამომდინარე ესენი ერთმანეთში ძალიან სერიოზულ პრობლემებში არიან. ანუ სამ ბერკეტი უჭირავს ერთმანეთის კომპრომატებით აკონტროლებენ კომპრომატებით და აი ამ რაღაცა ესე ვთქვი გავლენის ბერკეტებით, გავლენებით ვაჭრობენ ერთმანეთში. ეს არის მთელი მაგათი სამყარო. ეხლა ესენი არ არიან და აი რატო არა გადაადგილებას თქვენ აღნიშნეთ. აი ვინ იქნება მინისტრი? აი ხა ირაკლი ჩიქოვანი რო არის თავდაცვის მინისტრი, აი არაფერს არ ნიშნავს საერთოდ რა. ან ეხა რიჟუაძე რო აღარ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, აი არაფერს არ ხო მაგრამ რაღაც მიზეზით მოხდა ეს. აი შიდა და ეს დინამიკა არის, ეს რაღაცა, ეს ამბავია და შეიძლება მაგაზე პასუხი არის. კიდევ არის, არა, რა ვთქვი, ეს არის კიდე იქ არის რუსული თემას ჩარეული. კიდევ ერთხელ რუსი არ აკეთებს ერთ ცხენზე არასდროს ფსონს. ამიტომ აქ ეს ამათ ათამაშებს ბიზნესაც ეგეთი მართვის სტილი აქვს. რამოდენიმე დაჯგუფება არის, რომელსაც ერთმანეთს აკონტროლებენ. მაგას ვამბობ, რომ აღარ არის. ესე იყო აქამდე, რომ თქვა მისი კადრები და ყობახიძის კადრები ერთმანეთს აბალანსებდნენ. ეხლა ესე გამოჩნდა, რომ ყობახიძე უფრო მოძლიერდა. ეხლა რაღაც გადალაგება მე ბალანსი თითქოს დაირღვა და ეს არის თავარი კითხვა. საერთოდ თულია ბალანსის შენარჩუნება, როდესაც ესეც სტრესში ხარ, რომ ჩქარა უნდა დაამკვიდრო და აქედან გარედან იციან მაგათ, მაგრამ საზოგადოება ემზადება მაგისთვის და საზოგადოება ესე ადვილად რო არ დათმობს, ეს ძალიან კარგად იციან. რუსები არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას და იქედან წამოსული ინსტრუქტაჟი იმათი პრიზმიდან რო ხედავენ, ეგ არის პრობლემა. რუსები მგონი ვართ იმათაც რაღაც დინამიკაში და ამათმა იციან, რომ ჩვენ ესე ადვილად არ შევეგუებით, ეს საზოგადოება ესე ადვილად არ შეეგუება ყობახიძის მმართველობას და ეხა ბიზნეს მმართველობას. შენი აზრის მითხარებ, არა, აი ამ საკადრო ცვლილებებზე რა ლოგიკა დაიჭირე? ერთადერთი ლოგიკა, რაც არსებობს ავტორიტარულ რეჟიმში, ეს არის ძალაუფლების კონსოლიდაცია. და უფრო მეტი დაყრდნობა ძალოვან სტრუქტურებს. თუ ჩვენ შევხედავთ ბელარუსულ, რუსულ რეჟიმს, იქ ორივე რეჟიმის მთავარი საყრდენი
არის ძალოვანი, უფრო მეტად პოლიციური ტიპის რეჟიმი. რასაც ახლა ვაკვირდებით, არის ზუსტად იგივე, რაც ხდებოდა რუსეთში წლების განმავლობაში, იგივე რაც მოხდა ბელარუსში, როდესაც ძალოვანი სისტემიდან წამოსული კადრები, რომელთა ლოიალურობაში სისტემას ნაკლები ეჭვეპარება, იმიტომ რომ ნაწილობრივ კომპრომატები აქვს, ნაწილობრივ თავად ამ ადამიანების კეთილდღეობა არის დამოკიდებული სისტემის კეთილდღეობაზე და სისტემის სიძლიერეზე, ხდება ეს ჩანაცვლება სამოქალაქო ჭყალებში კადრების, საჯარო მოხელეების, კარიერული საჯარო მოხელეების, პოლიციური ტიპის რეჟიმით. ეს არ არის ახალი, ყველა ავტორიტარული რეჟიმი ამას აკეთებს, თუმცა აქაც გარკვეული თავისებურებები არის. ეს არის ერთადერთი ლოგიკა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. შეიძლება ბევრი სპეკულაციები, ვისი კადრები არიან, ვისი კადრები მოდიან, მიდიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ავტორიტარული ვერტიკალის სათავეში არის ავტორიტარული რეჟიმის ლიდერი, ეს არის ბიზინა ივანიშვილი და ყველაფერი არის აგებული მის ირგვლივ. მეფის კარზე ცვლილებებით, შესაკრებთა გადანაცვლებით. ვიღაცებს გაუჩათ მოსაზრება, რომ რაღაც კობახიძეს აბარებს თითქოს ძალაუფლებას, მაგრამ ეს ძალიან საეჭვო ამბავი გონია ამ ვითარებაში. თავად კობახიძე ბიზინა ივანიშვილის გარეშე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ ყალიბდება ისეთი ტიპის ლიდერად, რომლის ირგვლივაც ავტორიტარული ვერტიკალის აშენება არის შესაძლებელი. ჩვენ ვახსენეთ ეს სიუჟეტი, რომელიც ვნახეთ, მათ შორის მე მგონი ესეც აშკარა ილუსტრაცია არის იმისა, თუ რატომ არ გამოუვა რეჟიმს მაინც და მაინც კარგად. ირაკლი ღარიბაშვილს მაგალითად ჰქონდა თავისი ქარიზმა, ჰქონდა თავისი ბევრისთვის მიუღებელი, მაგრამ შარმი, რომელიც მათ შორის ქართული ოცნების ბირთვისთვის იყო სრულიად მისაღები. კობახიძესთან მიმართებით ეს ვეღარ მუშაობს რა უზარმაზარი რესურსის არ უნდა ჩაიდოს პროპაგანდის მიერ მისი იმიჯის გაუმჯობესებაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარსულის გათვალისწინებით ეს გამოუვიდა. ამიტომ ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. გიორგი მელაშვილი და დავით გუნაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები არიან გიორგი მელაშვილი, ევროპული ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი ჯგუფი ფარი. ჩვენ ვისაუბრებთ პირველ ნაწილში ამ ახალი ინიციატივის და კიდევ ახალი შეზღუდვების შესახებ, რომელსაც ქართული ოცნება, რომელიც შემოაქვს ქართულ ოცნებას, შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად გრანტების აღება აიკრძალება, ტრენინგები პარტიებისთვის აიკრძალება, თუმცა ამ ყველაფერზე ქართულ ოცნებას აქვს ერთი პასუხი და ერთი რაღაც მიმართულებით ჟარგონზე თუ ვიტყვით აправებს ამ ყველაფერს, მაგალითად კობახიძემ დღეს თქვა, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ მეორე ფრონტის თავიდან არიდება. ამის გამო არის deep state-ი გაგულისებული და შესაბამის ქმედებებში ევროპულ ბიუროკრატიას იყენებენ. მისივე თქმით, გარეთ დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცვაზრაობის დასაბრუნებლად. როგორც კობახიძე აღნიშნავს, deep state-მა უკრაინაში ომის გახანგრძლივება ევროპულ სტრუქტურებს დაავალა. ანუ ახლა ტრამპზე ჯერ ვერ ამბობენ ბოლომდე, რომ deep state-ი ანუ ეჭვი გვაქვს, რომ ნახოთო დაამარცხებს თუ არა, მაგრამ რადგან დიდი ბრიტანეთი გააქტიურდა სანქციების კუთხით, ევროპა იქ და ასე შემდეგ, უკვე მათი ნარატივი გადმოინაცვლა აქეთ, რომ deep state-ი ახლა ევროპას იყენებს და ამ ერთ პატარა მესიჯი ჩაატია ყველა ამ პატარა განცხადებაში, ყველა მათი მთავარი სათქმელი deep state-ი ახსენა, კოლექტიური ნაცვაზრაობა ახსენა, ომი ახსენა, უკრაინაში ომის გახანგრძლივება და ამ ყველაფრის გამო ვიჩაგრებით. ამას ეუბნებიან თავიანთ ამორჩეველს და ისინი იმას კი არ უყურებენ ასე პროცესს, როგორც შენ უყურებ, აი შენ ახლა რაღაცა დიქტატურის გამყარებას ემსახურები, ან პრორუსულ რეჟიმს ესო, ისინი უყურებენ ამ საკითხს ასე, რომ ჩვენ ემსახურებით სამშობლოს გადარჩენას ამ ტურბულენტურ ვითარებაში. ოცნების ხარდამჭერებით. აი, მშვიდობა გავიყვანოთ უნდა სამშვიდობოს ქვეყანას. ანუ რეალურად აი ესე იგი მთელი ქართული საზოგადოება გონია იდიოტები რა. ყველა გონივართ იდიოტები, დებილები გონივართ უბრალოდ და განსაკუთრებით საკუთარი ამომრჩეველი. აი საკუთარ ამომრჩეველს როგორც ექცევიან და რასაც ეუბნებიან და რასაც ელაპარაკებიან. აი როგორც პუტინი ელაპარაკება მიყრუებული რუსეთის მიყრუებულ სოფელში ხაზის რადიოს მეტი არაფერი რო არ უნახია და ისიც რო არა და ტუალეტი რო არ უნახია ნორმალური ცხოვრებაში არასდროს. აი იმათ რო ელაპარაკებიან, აი ეს ელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩეველს რა. აი ესეთი შეურაცხყოფილი ამომრჩეველი როგორიც მაგათი ამომრჩეველია მე არ ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ანუ ნახეთ გახსოვთ ის ამბავი როდესაც IQ-ზე გველაპარაკებოდა კობახიძე ხშირად მართლა იდიოტები გონიოთ მე მიხარია რომ მათ გონივართ ჩვენ იდიოტები მე მომწონს ეგ ამბავი მაგალითად რა ძალიან კარგი
რაც უფრო დიდხანს ვეგონებით ამათ იდიოტები და დებილები, მით უკეთესი. და რაც უფრო ესე იგი კაფიოდ ამაზე ელაპარაკებს დიდი ხანი, მით უფრო მალე მოვა ქართული ოცნების ჯერ კიდე შემორჩენილი ამომრჩეველი, რომელმაც რატომღაც მათი მხარდაჭერა საკუთარი იდენტობის ნაწილად აქცია, იმიტომ რომ ნაცმოძრაობის ზიზღის გამო და ეხა რაღაცნაირად აი ჩაკეტილი არის, აი მტყვეობაში არის, ამ თავისი რაღაცნაირი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, რომ ვაიმე, ნუ თუ ისევ მოვთხოვდი, ნუ თუ ამანაცა მომატყვა, ვერ დავიჯერებ, რომ ბიზინამ ისევ მომატყვა. აი ამ ამბავში არიან, მაგრამ აი ხა ნელ-ნელა რომ დააკვირდებიან, მაგრამ მათ იპოვეს საყრდენები ამ ხალხისთვის, რომ აი მშვიდობას ვემსახურებით, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვემსახურებით, რომ არ იყოს რაღაცა დასავლეთის მონა იქიდან არ მოდიოდეს დირექტივები და ასე შემდეგ. ეს ილევა ყველაფერი. ეს ყველაფერი წვეთადია, ძალიან მალე წვეთადია და ამ რევოლუციურ გარემოს თუ ვინმე ქმნის. ამას ძალიან კარგად ხვდება უკვე ძალიან ბევრი ადამიანი. თუ ვინმე ქმნის რევოლუციურ გარემოს ქვეყანაში, ეს არის თვითონ ბიზინა ივანიშვილი და კობახიძე, იმიტომ რომ ცდილობენ დაამყარონ აქ რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი, რაც აქ ვერ დამყარდება. ეგ არის გამორიცხული. ხო? ანუ აი რაღაცა საშინელებას გამოთხრიან საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ამას ვერ აპატიებს, ვერ მისცემს ამის შესაძლებლობას. ეგ არის გამორიცხული ეს ამბავი. ეგ არის გამორიცხული, ხო? ამიტომ თვითონ ცდილობენ მაგას, ანუ ძალიან სერიოზულ ჩიხში იმყოფებიან და მესეჯ ბოქსი რაც დარჩათ, აი ეს სისულელი აბსოლუტური პრიმიტივი რაღაცა მესეჯ ბოქსი, რომელსაც ვერაფრით ვეღარ ამდიდრებენ, ხო? თუნდაც მოდით აი ტრამპის ასპექტზე ავიღოთ. კაცი იყო ესე deep state-ის წინააღმდეგ მებრძოლი არჩევნებამდე. მე ესე ვთქვათ, მოვიდა არჩევნებზე, ანუ გაიმარჯვა რაღაცნაირად deep state-ზე, პრეზიდენტი გახდა და ეხლა თურმე პრეზიდენტი თელი ძლევამოსული თავის მასკიან იმიან ამიანა, ეხლა ესე იგი მაინც ვერ ემორჩიებს deep state-ს, deep state-მან გადატეხა ტრამპი და ეხლა ანუ ესენი დარჩნენ სოფლიოში, დარჩა ბიზინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე და ეს რაღაცა მაჩანჩალ რიჟვაძე და ვიღაცეები დარჩნენ deep state-ის ასე ვთქვათ დამაპირისპირებელი. ანუ აი მარველის პარადიგმის რაღაცა ინდური ექსტრემის რაღაცა სასწაული ვარიანტი არის, რომელსაც უბრალოდ მე არ ვიცი ხა რომელი ამომრჩეველი გაუძლებს ასეთ ტიპის შეურაცხყოფას, ასეთ დამამცირებელს, ანუ ელემენტარული ინტელექტიც ხო გაგვაჩნია რა. ასე გიორგი, შენ რას ფიქრობ? აი ეს გზავნილები, რომელსაც ასე ყოველ დღე იმეორებენ, ხო ახლა დღეს არ უშვებენ რომ არ გაიმეორონ ეს ერთი და იგივე ყოველ გზავნილები. ხო ის არ მოქმედებს მათ ამომრჩეველს. სხვა შორის ეს ძალიან კარგი თემა არის, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ჩვეულებრივად ყოველდღიურობაში ვეძახით პაპზე უფრო კათოლიკობას, რეალურად არის მახასიათებელი ძალიან ღრმად ჩამჯდარი პროვინციული პრიმიტივიზმის. ანუ ქართული ოცნება ცდილობს იყოს ყველაზე, ოღონდ რა ყველაზე, ახ ცოტა გაუგებარია. deep state-თან ყველაზე საუკეთესო მებრძოლი. ანუ ეს პროვინციული აზროვნება, რომელიც როგორც ჩანს ძალიან სიღრმისეულად ჩაბეტონდა ზოგიერთი ოცნების წარმომადგენლის თავში, აიძულებს მათ ასეთი ტიპის კონსპიროლოგიაში გადავარდნას სრულიად. როდესაც ჩვენ საუბრობთ პროპაგანდაზე, ну, რა თქმა უნდა, ეს ორუელისეული ომი არის მშვიდობა და მშვიდობა არის ომი, რაც ქართული ოცნება ყიდის მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან ნათლად ჩანს. ამას ემატება სვეთა, რომელიც სწორი არის ამ ხრივ შეფასება, რომ ძალიან მე სვეთას ვერ ვატყობ ამ მესეჯებს. კი, ოღონდ ნახეთ, სულიან გახსოვს გარუჯი საქართველოს კამპანია? აი კი, ხო, მაგრამ ეხა 3 წელია, 4 წელია რაც ომია უკრაინაში, ეს მესეჯია. კიდე ერთ მესეჯს იმეორებენ, რომ დაგჩაგრა ევროპამ და დღესაც ილაპარაკ ამაზე კობახიძემ, რომ მოლდოვა საძლმ თუ მისცა ჩვენ რატო არ მოგვცა ვალაპარაკების ეტაპზე რატო არ დაგვიყვანა და ასე შემდეგ. ის დსთ-შია და ჩვენ როგორ ვართ პრორუსები, ის დსთ-ის წევრია და ჩვენ არა ვართ და ჩვენ გვაბრალებენ პრორუსობას. კობახიძე ამას ლაპარაკობს. ხო, ოღონდ სრულიად პირიქით არის საქმე, რომ მოლდოვა, რომელსაც აქვს, რომელიც მართლაც არის დსთ-ის წევრი, მოახერხა ევროკავშირთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი და სხვა კონსპიროლოგიური იდეები გაცილებით უფრო ადეკვატური არის მოლდოვისთვის ვიდრე ჩვენ კონტექსტში. მიუხედავად ამისა, მოლდოვა მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება და მოლდოვა მოახერხა ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავება, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. ასე რომ აქ ეს ყველაფერი პირიქით ოცნების სისუსტეზე მეტყველებს უბრალოდ სამწუხაროდ, აი ამ მედია დისბალანსის და პროპაგანდისტული ცუნამის გამო ვერაფრით ვერ ვახერხებდით ქართული ოცნების ელექტორატამდე ამ იდეის მიტანას. დღევანდელი მოცემულობით deep state-ი მისი ყველანაირი განმარტებით, კონსპიროლოგიური თუ არა,
არის თავად ქართული ოცნება, რომელსაც ყავს ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა პირდაპირ ემსახურება პარტიას. სამოქალაქო საზოგადოებისთვის აი ამ ODR-ების დანიშვნა ზუსტად იგივე deep state-ის გაღრმავება არის და deep state-ის მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობა, სხვა კი არაფერი. არაარჩეული პირების მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკა. ეგ არის deep state იდეაში რა. თან უსაფრთხოების სექტორიდან უსაფრთხოების სექტორში წლების განმავლობაში გამაგრებული ვიღაცები, რომლებიც ის მაინც ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე მუშაობს, ეს deep state, რომელიც იგულისხმება რეალურად, რაც იგულისხმება, არა ის, რასაც ესენი გულისხმობენ. მაგრამ ესენი საერთოდ ანუ აი ამის აბსოლუტურად მახინჯ ვერსიას აკეთებენ, იმიტომ რომ ეს ის ადამიანები კი არ არიან, ვინც რაღაცა ავტონომია გააჩნიათ, ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, ავტონომია გააჩნიათ. იმიტომ რომ მართლობა არის დალაგებული და პოლიტიკა ესე სიღრმეში ვერ ერევა მართლობით ახლასრულებელ პროცესებში და იქ არიან გამაგრებული. ეგ არ არის. აქ პირდაპირ ვერტიკალური გამჭოლი პოლიტიკური ვიწრო პარტიული გავლენა არის ყველა უწყებაზე, ყველა მოცემულობაში და ცენტრზე თუ თვითმმართველობაზე და სუსის ინტერვენცია არის პირდაპირ. და აი ეს სუსში კიდე ვინც არიან ინტერვირებული, ანუ ვინც შეყავთ ეს ადამიანები არ არიან რაღაც, ეს ადამიანები არიან ვიწრო პარტიული ინტერესით შემოყვანილი სუსში. ეს არ არიან პროფესიონალი სუსის თანამშრომლები და უსაფრთხოების სპეციალისტები და კონტრდაზვერვის და დაზვერვის სპეციალისტები. ვიღაცები არიან ესენი, რომლებიც შემოიყვანეს სისტემაში, მოშალეს ყველანაირი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ყველანაირი კრიტერიუმები, ასე ვთქვათ, ობიექტური საკარიერო პარამეტრები, ყველაფერი მოშლილია და პარტიული ნიშნით შემოყავთ ტიპები, რომლებიც უკეთებენ კონკრეტულ ვიწრო პარტიულ რეჟიმულ თემებს ახლა ამათ. იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილს ეს თავისი საცეცები კონდეს ყველა წერტილში, საიდანაც მას ეშინია, რომ ვინმე რამე იქიდან რამე არ მოუწყოს და რამე პრობლემა არ შეუქმნას და აი ეს თავის აი ამ ეჭვების კორიანტელში რაღაცა საცეცების დილას რო იღვიძებს, ალბათ ამოწმებს, ალბათ ვინ არის ახლა ვისთან როგორი კონტროლი აქვს და სად ვინ არის გადასაკონტროლებელი, გადმოსაკონტროლებელი. მე არ ვიცი, მაკაცი რანაირი მილიარდი მე არ ვიცი, მაკაცი საერთოდ ეგეთი ცხოვრება როგორ შეიძლება გინდოდეს ადამიანს ამდენი პულიც კონდეს, ისიც კონდეს და ასეთი ცხოვრები ცხოვრობდეს. სატანჯველში ცხოვრობს ნამდვილად რა. არ ამგონია თავად ასე ფიქრობდეს. მაინტერესებს აქეთ მხარეს როგორ უყურებთ ოპოზიციის მხარეს რაც ხდება. ხო, ანუ ოპოზიციის მხარეს რამდენად ხედავთ რაიმე ალტერნატივას, ძალას, რომელმაც შეუძლია გაუმკლავდეს და გაუწიოს კონკურენცია წინააღმდეგობა ხელისუფლების რახმებს. პოლიტიკური პროცესი ალბათ იყო ყველაზე დიდი სისუსტე მთელი ამ მოვლენების, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ხალხს, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 100-ზე მეტი დღე არის და გრძელდება ეს წინააღმდეგობა და ეს პროტესტი. ჩვენ ხედავთ საერთაშორისო წნეხს, რომელიც შეიძლება არასაკმარისი არის, მაგრამ არის და რაც აკლია ამ ყველაფერს არის პოლიტიკური პროცესი. თავიდან თითქოს პარტიები შეთანხმდნენ რაღაცა საერთო ნაბიჯების გადადგმაზე, თუნდაც ეს პარლამენტში არ შესვლა და ზოგადად ერთობლივი ბოიკოტი და ერთობლივი შეფასება, მაგრამ ამის შემდეგ თითქოს რაღაცა პრობლემა შეიქმნა და პარტიებმა ვერ შექმნეს პოლიტიკური დღის წესრიგი. თითქოს ელოდნენ, რომ რუსთაველზე ხალხი თავად მოახერხებდა ამ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, რაც არასწორი მოლოდინი იყო, იმიტომ რომ ხალხი არის ერთი ასპექტი ამ წინააღმდეგობის, რუსთაველზე პროტესტი არის ერთი ასპექტი, საერთაშორისო წნეხი არის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა უკვე არის ჩამოყალიბდეს პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური წინააღმდეგობა, რასაც ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ დოზით, რაც საჭირო არის. საომე ზურაბიშვილმა თითქოს დაანონსა ეს წინააღმდეგობის პლატფორმა შესანიშნავი სიტყვა ქონდა საფრანგეთში, თუმცა ისევ და ისევ აქ ადგილზე აუცილებელი არის, რომ ამ პროცესმა გვაჩვენოს კონსოლიდაცია ოპოზიციური ფლანგის, არა ჰომოგენური ერთობა, იმიტომ რომ არ უნდა და გასაგები არის, რომ არ უნდა, მაგრამ ერთიანობა კონკრეტული საკითხების ირგვლივ, სტრატეგიული შეთანხმება, არა ტაქტიკაზე შეიძლება პარტიებმა სრულიად განსხვავებული ნაბიჯები გადადგან, ამის პრობლემა არ არის, მაგრამ სტრატეგია, მთავარი მიზანი უნდა ჩამოაყალიბონ და ზოგადად მოსახლეობასთანაც უფრო მეტი კომუნიკაცია არის საჭირო და ახსნა რისი გაკეთება შეუძლიათ პარტიებს, რისი გაკეთება შეუძლია მოსახლეობას და რისი გაკეთება არის აუცილებელი ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან. თუ ეს სამკუთხედი შეიკრობა,
ამ შემთხვევაში უკვე სიტუაცია გადაწყდება. გასწორ როგორც ვიცით დღეს რაღაც ღონისძიებაც გაქვთ და თქვენი ჯგუფი რაღაც ცდილობს რაღაც ახალი რაღაც ერთობების ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს რამდენად არის პოლიტიკური პროცესი არ ვიცი ამ შემთხვევაში. ხო, ანუ ეხლა მიმდინარეობს, ანუ მარტო ჩვენი ჯგუფი, ანუ სხვადასხვა ჯგუფები, აქტივისტები ვცდილობთ, ერთად ვცდილობთ ჩვენ გარკვეულ ფასილიტაციას ვახდენთ ამას ჩვენ სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება რომელიც მინდა მოვახმაროთ ამ ამბავს ჯგუფი ფარი, მაგრამ არიან სხვა ჯგუფები და აქტივისტები, რომლებიც ერთად ვცდილობთ, ჩვენ საერთო ძალისხმევით ვცდილობთ შევქმნათ საზოგადოებრივი ერთობა, ფორმირება მოვახდინოთ საზოგადოებრივი ერთობის უკვე იმ პირველ ეტაპზე გაჩენილი, აი წინა ეტაპზე გაჩენილი ცენტრებისგან და ადამიანებისგან, რომლებიც მთლიანობაში საპროტესტო ძალისხმევის ავანგარდში იმყოფებიან და ამ საპროტესტო ძალისხმევის დღის წესრიგს ქმნიან. იმიტომ ჩვენ აშკარად ნათლად ვხედავთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის და საზოგადოებრივი დღის წესრიგის ეხლა არის ერთი დღის წესრიგი. ეს არის საპროტესტო დღის წესრიგი. რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. რეჟიმის განეიტრალება და მაქსიმალური სიმძაფრის დემოკრატიული პროცესის წარმოება და წარმართვა ამ მიზნით არის ჩვენი ფოკუსი ახლა. აი ეს ერთობის ფორმირება მიმდინარეობს, ბევრი ადამიანია ამაში ჩართული, მონაწილეობს, მიმდინარეობს დისკუსიები, ეს არ არის ასე ვთქვათ, ეხლა ხელწამოსაკრავი პროცესი, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები მყარდება, სხვა ჭრილში და სხვა განზომილებაში ხდება ერთმანეთის აღქმა, ერთმანეთის ძალების აღქმა, ერთმანეთის რესურსების აღქმა და ასე შემდეგ. და შესაბამისად ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენ ეხლა მაგალითად ვემზადებით არის გარკვეული ჯგუფი უკვე რომელიც აქტიურად სინქრონში და კოორდინაციაშია ერთმანეთთან ანუ დაალაგებულები ვართ კოორდინაციის ამბავში აქედან რაღაცა ნაწილი ვიქნებით რუსთაველზე იმიტომ რომ ვემზადებით 8-9 აპრილის ღონისძიებისთვის და 8-9 აპრილის ბარემ აქვე ვისარგებლებ შემთხვევით რომ მივმართო და მოუწოდო ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებით მათ ვიცაც ეჭვი აღარ ეპარება რომ რუსულ რეჟიმთან გვაქვს აქ საქმე რომ რეალურად ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდე და გავათენოთ ღამე და 9 აპრილი ბოლომდე ვიყოთ იქ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იმისათვის რომ ამათ არ მივცეთ ერთ იოტისოდენა შესაძლებლობა მაინც რომ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ გმირების მსხვერპლს, გაწეულ მსხვერპლს, რაც ჩვენ 99 წლის 9 აპრილს ადამიანებმა გაიღეს, ხო? და ხა ის ადამიანები ამოცან არისო ხელისუფლება არ მიუშვათ პატივი მივაგავთ რეალურად გავიხსენოთ რეალურად კარგად შევიგრძნოთ ყველამ რას ნიშნავს 9 აპრილი რა გააკეთეს იმ ადამიანებმა კარგად შევიგრძნოთ ის ღირებულებები ის იდეალები და პასიულობები და ის სულისკვეთება რა სულისკვეთებიცაც ისინი ასე ვთქვათ შეეწირნენ აი ამ რუსი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცი ჯარისკაცების ნიჩბებს რეალურად და ეხლა აი ამ რუსი იგივე ამ რუსი ჯარისკაცების წარმომადგენელი და უბრალოდ ძალის წარმომადგენლები ეხლა რომ არ მოვიდნენ და შეურაცხყოფა არ მიაყენონ აი ამ ადამიანების ხსოვნას რეალურად თავისი რაღაცა იმიტირებული ვითომ პატივისცემით ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ ესენი არიან რუსული რეჟიმი ესენი ემსახურებიან მტრულ ძალას აი ამ მტრული ძალის წარმომადგენლები არიან იგივე ნიჩებიანი ხალხია ესენი და ის 52 ადამიანი როზის ეხლა ციხეში და დღეს ვიყავით ჩვენ ხარდასაჭერად იქ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ეს ადამიანები ახლა ფაქტიურად შეიძლება ცოცხლები არიან და ნიჩბებით არავინ არ დაჩეხა საბედნიეროდ მაგრამ რეალურად ახლა ჩემს თვალში დაახლოებით იგივე ამბავს იგივე ბრძოლაში არიან რა ბრძოლაშიც ის ადამიანები იყვნენ და ჩვენ ვართ დეოკუპაციურ ბრძოლაში ჰიბრიდული ომის პირობებში რუსული რეჟიმი არის აქ რომელიც ასე ვთქვათ უზურპირება მოახდინა და ამათგან უნდა მოვახდინოთ ქვეყნის დეოკუპაცია. აი ამ რამდენად მოყვებათ ამ ასეთ გაგებაში ხალხი. იცით რაშია საქმე ახლა გიორგი რაზის ისაუბრა პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებაზე ხო აბსოლუტურად ვეთანხმებ პოლიტიკურმა ველმა საკუთარი თავი ამოწურა იმიტომ რომ ისინი მოქმედებენ გარკვეულწილად მოძველებული ინსტინქტებით. ვერაუბეს მათ ფეხი ამ საზოგადოებას შიგნითაც ისინი არ არიან მათი შიდა პოლიტიკური და შიდა ინსტინქტებიც არ არის გაჯანსაღებული და არ არის მოწოდების სიმაღლე, ამიტომ ვერ უბავენ ისინი ამ საზოგადოების ფეხს. ამიტომ საზოგადოება ეხლა აი რომ დაცენტრირდება, აი ამ სიმძიმის ცენტრს შექმნის საზოგადოება, ამით შეიქმნება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, იმიტომ რომ საპროტესტო დღის წესრიგი ერთადერთი რეალურად და აი ამ პოლიტიკურ ველსაც მოუწევს ახალ ინსტინქტებზე გადაწყობა, შიგნითაც რეფორმირება და სრულიად ახალ თვისობრივ პოლიტიკურ ველს მივიღებთ ჩვენ. აი ამაზე ვართ და ეს უნდა წამოვიდეს საზოგადოებიდან. ფაქტი არის რომ ვერც სალომე ზურაბიშვილიდან ერთპიროვნულად და ასე რაც არ უნდა ძალისხმევა ჩადოს. მას არ ყოფნის ეს ანუ ის არ არის ამხელა ენერგიის გამტარი, ხო? ის შეიძლება იყოს კატალიზატორი რაღაცის.
მაგრამ ამ ენერგიის გამტარი თვითონ ვერ არის, ამ ენერგიის წყარო თვითონ ვერ იქნება. ამას კოლოსალური ენერგია ჭირდება და ეს არის აი ამ წარმომადგენლობაში, ხა, იმ საზოგადოებრივ ჯგუფებში და იმ აქტივისტებში, რომელსაც ცხოვრება გვერდზე გადადებული და აი ეს ერთიანი ძალისხმევა, რომელიც ახლა შეიქმნება და მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული ეს მოხდება ჩვენ საზოგადოებას ამის სრული პოტენციალი აქვს. აი მე მივიღებთ იმ მოცემულობას, როცა ახალი პოლიტიკური ველიც გვექნება. გიორგი, შენ რამდენად გაქვს იბადება, რაღაც ახალი დაიბადება ამ ყველაფრიდან, მოკლედ რომ მეთქვა. დაიბადება, არ ვიცი როდის, მაგრამ ფაქტი არის, რომ ასე გაგრძელება ნიშნავს ქართული სახელმწიფოს სრულ ჩამოშლას. ქართული ოცნების პირობებში რეალური სუვერენიტეტი, ან ხო უყვართ სუვერენიტეტზე საუბარი. რეალური სუვერენიტეტი ჩვენ უკვე ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს და საქართველოს სრულიად, უბრალოდ ქართული ოცნების რეჟიმი სრულიად ასრულებს იმ გზავნილების, იმ სურვილების განხორციელებას, რაც აქვს არის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ანუ ჩვენ დღეს იმის ნაცვლად, რომ ვიმუშაოთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და ეროვნულ ამოცანებზე, ვართ ამ რუსული ინტერესების დაკმაყოფილების რეჟიმზე გადასულები. და ეს ასე ვერ გაგრძელდება. რაღაცა ახალი აუცილებლად შეიქმნება, რაც უფრო მალე, მით უკეთეს. კი ბატონო, ნახოთ, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი მელაშვილი, ევროპული ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და დავით კუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი ჯგუფი ფარი. წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი, იყვნენ ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობით ხვამდა, ხვალ 7-ის ნახევარზე შევხვდებით.